რუსთავის აზოტის ქარხანა გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის 39 ლარითა და 40 თეთრით მომატებას სთავაზობს. მეხუთე დღეა ქარხნის თანამშრომლები ანაზღაურების 300 ლარით მომატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. გაფიცულების თქმით, ჟანგბადის საამქროში, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, მათი მხრიდან ერთი ადამიანი ყოველთვის მორიგეობს. თბილისში ნაძალადევის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა. ცეცხლი-ვეშაპურის ქუჩაზე ჯერ სახურავს გაუჩნდა, შემდეგ კი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლებზე გადავიდა. თესეუსა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპს ემსახურება. ჩამოყალიბდება ორი ჰაბი თბილისსა და ქუთაისში. აცხადებს გივი მიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანების პრინციპებზე საუბრისას. მისი თქმით, ამ საკითხზე უწყებათა შორისი კომისია 9 თვე მუშაობდა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი კი მიქანაძესთან შეხვედრის მოლოდინშია და ამბობს, რომ გარანტიები უკვე აქვს, რომ სამსახურს ყველა პროფესორ-მასწავლებელი შეინარჩუნებს. გურგენიძე ელოდება, რა სახის საინჟინრო ტექნოლოგიურ სკოლას შესთავაზებს სამინისტრო. ვიმშელებ და ან იქნება ჩვენი თანხმობა, ან არა, ამბობს რექტორი. რუსეთმა ზაპოროჟიე დღეს ორჯერ დაბომბა დრონების სამიზნე, ჯერ სამშობიარო სახლის, შემდეგ კი საცხოვრებელი უბანი გახდა. ჯამში 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა 4 წლის ბავშვი.